მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის სამეფო არხი და ახალი გადაცემა თავისუფალი საუბრები მოძღვართან. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. პერესტროიკის დროს ეს საუბარი არის 80-იანი წლების, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს. მოусმინე ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ინტერვიუს, რომელსაც იძლეოდა ამერიკელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, რომელიც ამბობდა, რომ ამერიკაში, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ არის ძალიან კარგი და მისაბაძი. მაგრამ რატო თქვენ, ვინც თქვათ, ჩამოდიხართ მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან, თქვენ უმეტეს წილად სწავლობთ იმას, რაც არის ყველაზე ცუდი. ანუ ესეც რეალობაა. ანუ როდესაც ადამიანი გადის მინდორში, ან შედის ტყეში, ხო? იქ ასე ვთქვათ, ჯამთელი მცენარეც იზრდება და მომწამლველიც. და ის შხამის შემცველი მცენარეც თუ იცი, შეიძლება ისე გამოიყენო, რომ იმისგან წამალიც გამოიყვანო, ხო? და წამლად გამოიყენო. და ვიცოდეთ რა, როგორ, რანაირად და სად ჩვენ გამოვიყენოთ. იგივე, თუნდაც ელემენტარული ალკოჰოლი, ხო? შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს წამლად, შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს რელიგიის მიზნით, თქვათ, საიდუმლოებებში ჩვენ ვიცით, ვიყენებთ ზუსტად ღვინოს, თქვათ, წმინდა ზიარებაში, ევქარისტიაში, ან ზეთის კურთხევაში, როდესაც ანუ 7 ზეთის ცხებაში, როგორც ასევე ჩვენ ამას ვეძახით, სადაც იკურთხება ზეთი და ღვინო ერთად, მაგრამ შეიძლება ღვინით ადამიანი დაავადდეს და გახდეს ალკოჰოლიკი და ამითი, ასე ვთქვათ, გაანადგუროს თავისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ასე შემდეგ. ანუ და დაუზიანოს, გაუმწაროს სხვა ადამიანებს ცხოვრება და ასე შემდეგ. ანუ ვიმეორებ, ერთი და იგივე ნივთი შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა ფორმით. შესაბამისად, განათლებაც და უცხოეთში წასვლა შეიძლება იყოს გამოყენებული სასიკეთოდ და შეიძლება იქნას გამოყენებული ბოროტების ჩასადენად. ამიტომ თავისთავად არ უნდა გვეშინოდეს, თქვა, დასავლური განათლების ევროპაში მიღებული ცოდნის, იქაური, თქვა, ქართული ფასეულობების გადმოღების და ასე შემდეგ. საქართველო ყოველთვის კულტურულად იყო იმით ძლიერი, რომ არ იყო თავისთავად, ასე თქვა, თავის თავში იზოლირებული, ჩაკეტილი და ასე შემდეგ. საქართველო ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, კულტურების, სხვადასხვა ხელოვნებების და ასე შემდეგ, შეიძლება სიაქ იყოს გაგრძელებული, ასე ვთქვათ, მათი გამზიარებელი. ჩვენ ყოველთვის ვესაზღვრებოდით რომის იმპერიას, რომელიც თავის დროზე იყო, ასე ვთქვათ, ევროპაში და აზიაშიც. კულტურის ერთ-ერთი უდიდეს ცენტრს წარმოადგენს მეცნიერების, ხო? საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდა მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული აბროშუმის გზა და ამ გზით უკვე ჩვენ კონტაქტები, კულტურული კონტაქტები ჰქონდა აზიასთანაც, ჩინეთთან, სპარსეთთან და ასე შემდეგ, ხო? და ამიტომ ჩვენს კულტურულ ძეგლებში ვხედავთ როგორც ევროპულ კვალს, ასევე აღმოსავლეთის კვალს. შემდგომში რომის იმპერიას ჩაენაცვლა ბიზანტია, ხო, ბიზანტია ისევ და ისევ იმ დროში, ხო, უკვე შუა საუკუნეებში იყო ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო იმპერია, ასევე ამ დროს არის საკმაოდ ძლიერი სპარსეთი, ჩინეთი ისევ და ისევ, ინდოეთი და ქართველები მოგზაურობდნენ, მიდიოდნენ, მოღვაწეობდნენ ხან დასავლეთში, ხან აღმოსავლეთში და ამითი საქართველოში ჩამოჰქონდათ ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ასე შემდეგ. შემდგომში ახლა ეს იყო ისევ და ისევ აღმოსავლეთ და ყოველთვის ჩვენ საქართველო კავკასია წარმოადგენდა ერთგვარ ხიდს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ჩვენ ვეზიარებოდით როგორც დასავლეთის ცოდნას, განათლებას, კულტურას, ასევე აღმოსავლეთის, აზიის და ასე შემდეგ. ამითი იყო ძლიერი და განვითარებული საქართველოს როგორც სახელმწიფო, ასევე ჩვენი კულტურა, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი ეკლესია და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ ვიმეორებ, არ უნდა შეგვეშინდეს ევროპაში თუ
აზიის რომელიმე ქვეყანაში წასვლის, ან თუნდაც რუსეთში წასვლის და ასე შემდეგ იქ რომ მივიღოთ განათლება და მერე ისევ და ისევ რომ საქართველოში დაბრუნებით, ან თუნდაც იქ დარჩენით, რატომაც არა, ისევ და ისევ ჩვენი ცოდნა, განათლება, გამოცდილება უნდა მოვახმაროთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ საქართველოს გაძლიერებას, ეკლესიის განვითარებას და ჩვენს კულტურას, მეცნიერებას და ასე შემდეგ. კეთილი, ანუ ეს არის ისევ და ისევ ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მინდოდა რომ დღეს გვესაუბრა და ერთ-ერთი საკითხი, როგორც წეხან ჩვენ თქვით, ჩვენი გადაცემის დასაწყისში, მცირეოდენ მინდა შევეხოთ ასეთ საკითხს, რომელიც არის ომი. ომში მონაწილეობა, რამდენად არის მისაღები სწორი, არის თუ არ არის სწორი ქრისტიანი ადამიანისთვის, მართლმადიდებელი ადამიანისთვის. და ეს საკითხი არის ჩვენთვის იმდენად აქტუალური, რამდენადაც ომი ჩვენთვის, ქართველებისთვის არ არის, ასე თქვა, დარჩენილი რაღაცა შორეულ წარსულში. ვთქვათ, რომ შევხედოთ მეორე მსოფლიო ომს, როდესაც საბჭოთა კავშირი და ვთქვათ, სხვა ქვეყნები იყვნენ დაპირისპირებულები ფაშისტურ გერმანიასთან. ანუ რეალურად იქ რამოდენიმე, ასე ვთქვათ, მსოფლიო იდეოლოგია იბრძოდა ერთის მხრივ ფაშისტური გერმანიის პოლიტიკური თუ ფილოსოფიური იდეოლოგია, მეორეს მხრივ კომუნისტური, ბოლშევიკური და ათეისტური იდეოლოგია და მესამე მხრიდან, რომელიც ახლა იყო ეს მესამე მხარე ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის მოკავშირე, გახდა ეს არის სუფთა დასავლეთ ევროპული, რასაც ჩვენ დღეს ვეძახით დემოკრატიული სახელმწიფოების, ლიბერალური, თქვათ, ფასეულობების მქონე სახელმწიფოების კავშირი, ალიანსი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები იყვნენ გაერთიანებულები აი ამ ბრძოლაში. და აი როგორ, ანუ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ აი იმ პერიოდში ჩარჩენილი რაღაცა ეს ომის პრობლემატიკა. და ვიმეორებ აი ამ ომის ერთ-ერთი პირდაპირი თუ ირიბი მონაწილე, უკვე როგორც სასულიერო პირი და როგორც მეცნიერი და როგორც ჰუმანისტი იყო წმინდა გრიგოლ ფერაძე და ამ ბრძოლას ის შეეწირა, მოგეხსენებათ, როგორც ახლა ვილაპარაკეთ. არამედ ეს ჩვენი დღევანდელობის რეალობაა, ქართველების რეალობაა. ჩვენ თითქმის ყველამ ყოველ შემთხვევაში ძალიან სოციალურად გვახსოვს ის ომები, რომელიც უკვე აქ საქართველოს შიგნით ჩვენ გავიარეთ და გავდივართ კიდევაც არ დამთავრებულა სამწუხაროდ ეს ომები აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ამ ომების დროს ასეულობით, ათასეულობით ქართველი ადამიანი გახდა მდევნილი, ათასობით ადამიანი დაიღუპა და ასე შემდეგ. ანუ ბევრი დევნილი, ბევრი დაღუპული ადამიანი, ათასობით ხალხი, რომელიც ოჯახები, რომლებიც დაკარგეს თავიანთი შვილები, მამები, ოჯახის სხვა წევრები, ოჯახები გაიყო, ზოგიერთები დარჩნენ ადმინისტრაციული საზღვრის, აქეთ მხარეს ზოგიერთები, იქეთ მხარეს. ადამიანებს არ აქვთ, თქვათ, იმ ტერიტორიებზე დარჩენილ ქართველებს არ აქვთ იმის საშუალება თავის მშობლიურ ენაზე მიიღონ შესაბამისი განათლება, თქვათ, თქვათ, ეკლესიაში დაესწრონ ქართულენოვან ღვთისმსახურებას. ხშირ შემთხვევაში იდევნება ყველაფერი, რაც შეეხება ქართულ კულტურას, ფასეულობებს, რელიგიურ, თქვათ, ფასეულობებს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან დიდი ტრაგედია განიცადა ქართველმა ერმა და დღემდე განიცდის. ვიმეორებ, ეს ჯერ კიდევ ეს ჭრილობები არის ძალიან ცოცხალი, ჯერ ადამიანები ისევ და ისევ დღემდე რჩებიან დევნილები ამ ძირძველი ქართული ტერიტორიებიდან, ქართველები საკუთარ სახლებში და თავის წინაპრების მიწა-წყალზე კი არ ცხოვრობენ, არამედ არიან ზოგიერთები, კი ბატონო, საქართველოს სხვა დანარჩენ ტერიტორიებზე ზოგიერთები, თქვათ, იქ იცევ და ეს ევროპის თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან გაფანტულები და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელსაც ჩვენ დღეს აი დღევანდელობაში განვიცდით და 20% უძველესი ქართული პროვინცია მოგეხსენებათ, როგორიც არის აფხაზეთი და სამაჩაბლო, სამწუხაროდ დღეისთვის არის პოლიტიკურად დაკარგული
და ქართულ ადამიანებს, ქართულ სასულიერო პირებს თუ მეცნიერებებს, კულტურის დარგში მოღვაწე ადამიანებს არ აქვს საშუალება, რომ ელემენტარულად შევიდნენ ამ კუთხეებში და იქ გაავრცელონ თავიანთი საქმიანობა და ისევ და ისევ ქართული ადამიანები რომ დაუბრუნდნენ თავის კერებს, თავის მიწა-წყალს და ასე შემდეგ. ამიტომ ვიმეორებ, ომის თემატიკა არის ძალიან ცოცხალი ჩვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. რანაირად, როგორ უნდა შევხედოთ ამ ფენომენს. აქვე გეტყვით, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება ომთან არ არის ესეთი მარტივი და ცალმხრივი. ერთის მხრივ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ბევრი ქრისტიანი მართლმადიდებელი წმინდანი თავის დროზე სიცოცხლეში იყვნენ სამხედროები იყვნენ. იყვნენ ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები იყვნენ. ჩვენ შორს რომ არ ვიაროთ, შეიძლება გავიხსენოთ ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ძვირფასი წმინდანი, რომელიც როგორც იყო წმინდა გიორგი, ხო? იყო რომის იმპერიაში ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მაღალჩინოსანი სამხედრო იყო, მოქმედი სამხედრო იყო. იქ წმინდა დიმიტრი შეიძლება გავიხსენოთ, წმინდა მინა შეიძლება გავიხსენოთ და სხვა ბევრი მოწამე წმინდანი, რომლების სახელებით ზოგიერთი არის ცნობილი და ჩვენ საეკლესიო კალენდარში ისინი არის დასული და აღინიშნება მათი ხსენების დღე. შეიძლება გავიხსენოთ ასევე 40 მოწამე, რომელიც აქ კავკასიაში, სევასტის ტბაში იყვნენ წამებულნი, ხო? მოქმედი სამხედროები იყვნენ და იქ დაარსებული რომის იმპერიის ჯარის ნაწილში მსახურობდნენ, სადაც ისინი შეიპყრეს, სადაც ისინი იმის გამო, რომ უარი თქვეს რაღაცა წარმართულ რელიგიურ თქვათ რიტუალში მონაწილეობაზე უარი თქვეს და ამის გამო იყვნენ აგერა მოწამეობრივად აღესრულნენ. 40 მოწამე, ვიმეორებ, მოქმედი ჯარისკაცები. ანუ ქრისტიანული სარწმუნოება თავისთავად არასდროს არ უარყოფდა და არ გმობდა ჯარში მსახურებას, ომში მონაწილეობას, სამშობლოს დაცვას და ასე შემდეგ. აქვე შეიძლება გავიხსენოთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის ერთ-ერთი ქადაგება, რომლის დროსაც მას ეკითხებიან, ასე ვთქვათ, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები. იქ მევახშეები ეკითხებიან ჩვენ რა ვქნათო, როგორ მოვიქცეთო, რომ ვცხონდეთ. იქ სამხედროები ეკითხებიან, იქ კიდე სხვა ადამიანები ეკითხებიან და ყველას შესაბამის პასუხს სცემს და სამხედროებს იმას კი არ ეუბნება იოანე ნათლისმცემელი დაყარეთ იარაღი და გამოდით ჯარიდან. თანაც ეს ჯარი იყო, ისევ და ისევ რომის იმპერიის ჯარი იყო იმ დროს, გაბატონებული იქ პალესტინაში, რომელიც პრაქტიკულად დამპყრობელი ჯარი იყო. არ ეუბნება, რომ დაყარეთ იარაღი და წადით სახლებში და მიატოვეთ ეს სამსახური. არა. უბრალოდ თქვენი სამსახურიო და თქვენი იარაღი გამოიყენეთ ზუსტად დაჩაგრულების დასაცავად გამოიყენეთ და ბოროტებით არ გამოიყენოთ ის ძალა და ის ავტორიტეტი, რომელიც თქვენ მოგანიჭათ ღმერთმა, სახელმწიფომ და ასე შემდეგ. ასე პავლე მოციქული ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში, რომელთა მიმართ ეპისტოლეში, ის ამბობს, რომ საუბრობს ზუსტად სახელმწიფოს მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაზე ის მსჯელობს და ის ამბობს, რომ უნდა დაემორჩილოთ საერო ხელისუფლებას, რომელიც ვიმეორებ იმ დროს იყო წარმართი იმპერატორები მართავენ იმპერიას, წარმართული რელიგია არის სახელმწიფო რელიგია და ასე შემდეგ. და ამ სახელმწიფო აპარატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო ჯარი, მოგეხსენება და ამ ჯარში მსახურობენ ასევე ახალმოქცეული ქრისტიანები. და პავლე მოციქული ამბობს, რომ დაემორჩილეთო ამ საერო ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამ ჯარისკაცებსო ტყუილა მახვილი კი არაბიაო მხარზეო. ღმერთის მიერ ცოდვილების დასაჯელად არიან დადგინილები ესენიო. თუ პატიოსნად ცხოვრობ და კანონს არ აშავებ, ხო? ის არაფერს მოგედავება ის ჯარისკაცი. მოგეხსენებათ იმ დროს
ჯარი ასრულებდა ასევე საპოლიციო ფუნქციასაც ასრულებდა. შესაბამისად, პატიოსან ადამიანს არ შეეშინდება იმ ძალოვანი სტრუქტურების და მისთვის ცოდვათაც არ შეეძლება ჯარში თუ პოლიციაში მსახურება. გააჩნია როგორ გამოიყენებს ვინმე რომ თავის ავტორიტეტს, ძალაუფლებას, იარაღს და ასე შემდეგ. ზოგადად ეკლესიის სოფხედველობა არის დამყარებული იმაზე, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მივიღოთ სახელმწიფო ყველა თავისი სახელისუფლებო რგოლით, ინსტიტუტით, რომლის შემადგენელი ნაწილი არის ასევე ჯარი და ჯარში მსახურება არის საპატიოც და ადამიანისთვის შეიძლება იყოს მაცხოვნებელიც და იდეაში ეს არის, რომ ამ პატიოსანი მსახურებით ჯარში, პოლიციაში, ზოგადად ძალოვან სტრუქტურებში, როგორც ახლა ამას ამბობენ, ეს არის ერთ-ერთი გზა ცხოვრებისთვის და ვიმეორებ ასეთი მაგალითები ჩვენ ძალიან ბევრი ვიცით. რომ პირდაპირ თუ ირიბი მონაწილეობით ომში, ან თქვათ საჯარო ფორმირებებში მონაწილეობით ადამიანები ხდებოდნენ წმინდანები. ეს არის ერთი. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ აი მაგალითად მესამე საუკუნის მეორე ნახევრის ესეთი ძალიან დიდი მოღვაწე იყო წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რომლის რამოდენიმე კანონიკური ეპისტოლე არის შესული დიდი ჯულის კანონში. და აქ შეიძლება გავიხსენოთ პირველი კანონიკური ეპისტოლეში შესული ერთ-ერთი მისი ფრაზა, სადაც ის ამბობს, რომ ომში მონაწილეობა და ომშიო მტრების ამოწყვეტაო ქების ხის საქმეო. ანუ პირდაპირ იმაზე კი არ მსჯელობს ის კარგია თუ ცუდია თუ რა არის, მოკლედ როგორც ფაქტს ასე ასახელებს, რომ ეს ზოგადად ომში მონაწილეობა და ომში მტრების ამოწყვეტა, ხო, ქების ღირსის საქმეო. ეს არის მესამე საუკუნის შუა წლების ერთ-ერთი უდიდესი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოღვაწე წმინდა ათანასე ალექსანდრიელი. მეოთხე საუკუნის ბოლოს უკვე წმინდა ბასილი დიდის ერთ-ერთ კანონიკურ ეპისტოლეში, რომელიც ასევე არის შესული დიდი ჯულის კანონში, წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ზოგადად მამებსო, ასეთ სიტყვას იყენებს მამებსო, ანუ ზოგადად ეკლესიის მამებს, წმინდა მამები იგულისხმება აქ ამ მამებში, ანუ ზოგადად ავტორიტეტული, ასე ვთქვათ, სასულიერო პირები ქრისტიანული ეკლესიის არ მიაჩნიათო მათ, რომ აი ომში მონაწილეობა და იარაღის გამოყენება ომში, რომ ეს რაღაცა ცოდვასთან იყოსო დაკავშირებული, არ მიაჩნიათო. ანუ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ აქ უკვე მხოლოდ თავის პირად კერძო აზრს გამოთქვავს წმინდა ბასილი დიდი, ის ამბობს, რომ მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ აი ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი კარგი იქნებოდა, რომ 3 წლის განმავლობაში თავი შეიკავოს ზიარებისგანო. მაინცო ასე ვთქვათ, სისხლი აქვს დაღვრილიო და აი ამიტომ რაღაცა დროებითი თავშეკავება კარგი იქნებოდა. მაგრამ აქვე უკვე მე-12 საუკუნის ასეთი ძალიან ავტორიტეტული მართლმადიდებელი კანონისტები და სასულიერო პირები, როგორც იყვნენ თეოდორე ბალსამონი, ზონარა და არისტიდე, ისინი თავის კომენტარებში წერენ, რომ ეს აზრი, რომელიც გამოთქმულია ბასილი დიდის ერთ-ერთ კანონიკურ ეპისტოლეში, ისევ წმინდა ბასილი დიდის კერძო აზრად დარჩა, იმიტომ რომ პრაქტიკაში არასდროს საუკუნეების განმავლობაში არც ერთი ქრისტიანი ჯარისკაცი არ იყო დაყენებული ზიარებისგან, ან სასულიერო ქრისტიანული საეკლესიო ცხოვრებისგან არ იყო არასდროს დაყენებული, იმის გამო, რომ თქვათ, მონაწილეობა მიიღო ომში და ომში თქვათ, იქ ადამიანები მოუკლავს, მოუწია ადამიანების მოკლა და ასე შემდეგ. ხო და ანუ არ მომხდარა და ისიც კი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია არ მიესალმებოდა იმას, რომ თქვათ, სასულიერო პირებს მიიღოთ მონაწილეობა ომში, ამა თუ იმ ომში, უკვე იარაღით ხელში, მაინც და მაინც ეს დიდად მიღებულ საქმეთ არ იყო მიღებული, სადღაცა ზოგიერთ კანონში აკრძალული კი, მაგრამ პრაქტიკაში ისევ და ისევ დადასტურებული ფაქტია, რომ საჭიროების შემთხვევაში სასულიერო პირებიც კი მონაწილეობას ხებულობდნენ ომებში, იარაღით ხელშიცაც კი და ამ ომის შემდეგ არც ერთი სასულიერო პირი არ დასჯილა იმის გამო,
რომ აი როგორ თუ მღვდელმა თუ ეპისკოპოსმაც კი აიღო ხელში იარაღი და იქ წინა ხაზზე იბრძოდა მტრების წინააღმდეგ. ასეთი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს. ისიც გავიხსენოთ, რომ დღემდე არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული კაპელანების ინსტიტუტიც კი, რომელიც სახელმწიფოების მიერ, ქრისტიანი სახელმწიფოების მიერ არის აღიარებული, საქართველოშიც უკვე არსებული. ანუ კაპელანების არიან სასულიერო პირები, რომლებიც ოფიციალურად მოღვაწეობენ სამხედრო ნაწილებში. და აი იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც იბრძვიან ჩვენი ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში თუ ერაყში, იქ იმ ნაწილებში ასევე მსახურებენ ჩვენი ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირები. ანუ შეიძლება ისინი თქვათ არ გადიან რაღაცა სამხედრო ოპერაციებზე იარაღით ხელში, სადღაცა, ხო, მაგრამ ფაქტი ის, რომ ისინი იმყოფებიან იმ სამხედრო ნაწილებში, წირვა-ლოცვას ატარებენ იმ ქართველი არა მარტო ქართველი, მაგრამ თქვათ სხვადასხვა მართლმადიდებელი, შეიძლება ქართველი იყოს, შეიძლება არა ქართველი, მართლმადიდებელი ქრისტიანებისგან ღებულობენ აღსარებას, აზიარებენ, ლოცულობენ მათთვის, ლოცავენ მათ და ასე შემდეგ, ხო? ეს უკვე ასე ვთქვათ, მოდი შეიძლება ითქვას ასეც ირიბი მონაწილეობა, ასე ვთქვათ, ამ სამხედრო, ვთქვათ, აქტებში, სამხედრო სხვადასხვა საქმიანობაში და ასე შემდეგ. ვიმეორებ, ომში მონაწილეობა შეიძლება იყოს არა პირდაპირი, როდესაც ადამიანი იარაღით ხელში გადის წინა ხაზზე, შეიძლება იყოს ირიბი, როდესაც უკვე მხარს უჭერს, ანუ დახმარებას უწევს ჯარს, რომელიც მიდის იმ ბრძოლაში. ჩვენ არა მართლმადიდებლები ხშირად ასეთ საყვედურს, განსაკუთრებით სექტანტები ასეთ საყვედურს გვეუბნებიან მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ აბა თქვენ სადაური ქრისტიანები ხართ, აბა თქვენ სადაური ჭეშმარიტი ეკლესია ხართ, თუ აკურთხებთ იარაღს, როდესაც ხედავენ, რომ ჩვენ სასულიერო პირები, მართლმადიდებლები და არა მხოლოდ მართლმადიდებლები მოღვაწეობთ სამხედრო ნაწილებში, ჯართან ერთად, სამხედროებთან ერთად ვართ, თქვათ ისეთ ადგილებში, სადაც უშუალოდ ომი მიმდინარეობს, ხო? ჩვენ ვაკურთხებთ ჯარს, ვლოცავთ სამხედროებს, ვაზიარებთ და ასე შემდეგ და ჩვენ ბრალს ვგებენ, აი თქვენ იარაღს აკურთხებთო. მოდით ჯერ ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ეკლესია ზოგადად იარაღს არ აკურთხებს. ჩვენ არ ვაკურთხებთ არც ტანკს, არც თქვათ ავტომატს, არც ის რა ქვია სარბაზნებს და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ ვაკურთხებთ არა იარაღს, ჩვენ ვაკურთხებთ ადამიანებს, იმ ცოცხალ ადამიანებს, რომლებიც იძულებულები არიან სამშობლოს დასაცავად, თუ დაჩაგრულების დასაცავად, თუ ჭეშმარიტების დასაცავად, თუ სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური რაღაცა მიზეზები არსებობს, იძულებულები არიან, რომ იარაღით ხელში გავიდნენ ბრძოლაში და მონაწილეობა მიიღონ ომში. ესა თუ ის ომი რამდენად არის გამართლებული, თუ არ არის გამართლებული, ეს მხარე თუ ის მხარე, რომელიც მონაწილეობს ღებულობს კონკრეტულ ომში, კონკრეტულ ბრძოლაში, რამდენად სამართლიანია თუ უსამართლო, ეს უკვე არის სხვა საკითხი, ხო, მაგრამ თავისთავად ფაქტი, ხო, რომ მიმდინარეობს ომი, ეკლესია თავისთავად ომს არც ერთ შემთხვევაში არ ესალმება, არც ერთ შემთხვევაში არ აკურთხებს იარაღს, არამედ ჩვენ ვაკურთხებთ და ვლოცულობთ ჯარისკაცებისთვის, მცოცხალი ადამიანებისთვის, რომლებიც ვიმეორებ იძულებულები არიან, რომ გადიოდნენ და ასე ვთქვათ, ღებულობდნენ მონაწილეობას ამ ომებში. და ან საკუთარი სიცოცხლე გაწირონ, ან გაწირონ სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ეს არის ამ ყველა სიტუაციაში ამ ფაქტს ეკლესია უყურებს როგორც ერთგვარ იძულებას და როგორც ასე ვთქვათ იძულებით ფაქტს და როგორც თავისთავად ომს უყურებს როგორც ბოროტებას, მაგრამ ის ბოროტება, რომელიც არა ღმერთისგან არის მოვლენილი ამ ქვეყნად, არამედ ის ბოროტება, რომელიც არის გამომდინარეობს უკვე ჩვენი დაცემული ადამიანების დაცემული ბუნებიდან და იმ დაპირისპირებიდან, იმ მტრობიდან, იმ შურიდან, თუ რა ვიცი,
ყველანაირი ბოროტებისგან, რომელიც მომდინარეობს ჩვენგან, ადამიანებისგან მოდის. ომი ყოველთვის არის ადამიანის დაცემის შედეგი და არა ღმერთისგან მოვლენილი რაღაცა ქმედება თუ მოვლენა და ასე შემდეგ. ერთი მეორეში არ უნდა აგვერიოს არც ერთ შემთხვევაში. აქ არის შეიძლება გავიხსენოთ ერთ-ერთი მართლმადიდებელი, ქრისტიანი მართლმადიდებელი ფილოსოფოსის უკვე ასეთი მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ესეთი რუსი მართლმადიდებელი ფილოსოფოსი ვლადიმერ სერგეევიჩ სალავიოვი. ეს პიროვნება ითვლება ეგრეთ წოდებული ქრისტიანული მართლმადიდებლური ფილოსოფიის ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება. რა თქმა უნდა, ყველა მის მიერ გამოთქმული აზრი შეიძლება დღემდე იყოს, ასე ვთქვათ, მსჯელობის საგანი, კამათის საგანი, ზოგიერთისთვის რაღაცა იყოს მისაღები თუ არ იყოს მისაღები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყურადსაღები უეჭველად არის დღემდე ზოგადად ფილოსოფიაში, ამ დარგში, ამ მეცნიერებაში, ჰუმანიზმის სფეროში არის ერთ-ერთ ავტორიტეტად არის მიჩნეული და რომელიც დღემდე ზეგავლენას ახდენს თანამედროვე ფსიქოლოგიაზე, ზოგიერთი სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ ორიენტაციაში და ასე შემდეგ. მისი ფილოსოფიური აზრები ხშირად არის გადმოცემული დიალოგის ფორმატით. ანუ თავის ნაწარმოებებში მას გამოყავს რამოდენიმე, ასე ვთქვათ, გმირი, ანუ პიროვნება, რომლებიც არიან სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები, იქ შეიძლება იყოს ჯარისკაცი, იქ შეიძლება იყოს ვიღაცა მეცნიერი ფილოსოფოსი, შეიძლება იყოს სასულიერო პირი, შეიძლება იყოს რაღაცა პოლიტიკური, რაღაცა ძალის თუ ხელისუფლების წარმომადგენელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სხვადასხვა საკითხებს ეს ადამიანები საკითხების გარშემო ისინი მსჯელობენ, კამათობენ და ყველას თავთავისი არგუმენტაცია მოაქვს და ეს ყველაფერი არის გადმოცემული ვიმეორე წიგნებში და ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოიცავენ და ერთ-ერთი ასეთი დიალოგში არის მოყვანილი ერთის მხრივ ერთი პიროვნება, რომელიც ასე ვთქვათ საერო პირია, ასე ვთქვათ საერო იმ დროისთვის ესეთი თანამედროვე ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელია, შეიძლება სადღაცა არასწორი გაგებული რელიგიური ხედვისაც ქადაგებელია, რომელიც ამბობს, რომ ნებისმიერი ფორმის ძალის გამოყენება თავისთავად უკვე არის ბოროტება. შესაბამისად, ომში მონაწილეობა, ჯარში მსახურება უკვე თავისთავად აპრიორი უკვე ცოდვაა დანაშაული და ასე შემდეგ. ასეთ ხედვას პასუხს სცემს კლასაკოვანი რუსი გენერალი, რომელიც ესეც საინტერესო ისტორიას ყვება ამ დიალოგში, ამ წიგნში. ის ამბობს, რომ მე მორწმუნე ქრისტიანი ადამიანი ვარ, მართლმადიდებელი ადამიანი ვარ და ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, უკვე ასაკოვანი მოხუცი ვარ. მაგრამ ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არსებობს ერთი ფაქტი, ერთი დღეო, რომლის სწავლობითაც მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ამ ერთი დღის სწავლობით შეიძლება ღმერთმა ცხონება მიბოძოს. ძალიან საინტერესოა, ხო? ადამიანმა უკვე გაიარა საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება, უკვე ასაკოვანია, მოხუცია. აღიარებს, რომ არ ვიყავი არასდროს სამაგალითო მორწმუნე და ბევრი სოდვა მაქვს ჩადენილი. ადამიანი ცხოვრობს იმ პერიოდში, ეს არის მე-19 საუკუნე, რომელიც მუდმივად რუსეთის იმპერიას აქვს ომები, ოსმალეთის იმპერიასთან, კიდე სხვადასხვა სოფლიოს რეგიონებში და ასე შემდეგ. ანუ აქტიური სამხედრო იყო ყოველთვის ეს ადამიანი. ანუ ადამიანებიც მოუკლავს, ასე ვთქვათ, ომში. და ეს ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად ერთი დღე მაქვს,
ჩემს ცხოვრებაში, რომლის წყალობითაც დიდი იმედი მაქვს, რომ ღმერთი მაცხონებს და ყვება ამ ერთი დღის შესახებ. რა დღე იყო ასეთი? ჩვენაო მაშინ ოფიცერი ვიყავიო, მოქმედი ოფიცერი და ჩემს ჯართან ერთად ჩვენ ვსახურობდითო კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში, აქ საქართველოს და დღევანდელი სომხეთის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ჩვენ ესეთი აქტიური ომის პერიოდში ვიმყოფებოდით ოსმალეთის იმპერიასთან. და ჩვენაო შევედითო ერთ-ერთ სოფელშიო, ამ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ერთ-ერთ სოფელში შევედითო. და ის სცენა, რომელიც იქ დახვდა, დღესაც რო ვიხსენებთო ჩვენაო, ვინც ნახეთ მაშინ, ხო? ის სოფელი. რო ვიხსენებთო, აი შემზარავი არისო და მით უმეტეს მაშინ ცოცხლად რო დავინახეთ. ჯერ ერთი ყველა მოსახლეობა იმ სოფლის, ყველანი იყვნენ მოკლულები. ანუ ის თუ რაღაცა იმ სოფლიდან ახალი წასული იყო თურქეთის ჯარი. რაღაც ესეთი კონდათ, ასე ვთქვათ, შეჭრა ამ მართლმადიდებელ ტერიტორიაზე, კავკასიის ტერიტორიაზე. და ამოწყვიტეს ერთ-ერთი სოფელი. აი მშვიდობიანი მოსახლეობა მარტო ვთქვათ ჯარისკაცებს კი არ დაეძებდნენ, ხო? არამედ უბრალოდ აი რიგითი ადამიანებიც უბრალოდ ესე ადამიანებს კლავდნენ პირდაპირ, ანუ გენოციდი მიმდინარეობდა ქრისტიანების. და ანუ ყველა მამაკაცი იყო მოკლული იარაღით. სოფლის ცენტრში იყო დანთებული დიდი კოცონი ცეცხლი, სადაც ცოცხლად იყვნენ დამწვარი იმ სოფელში მცხოვრები პატარა ბავშვები. და ამ კოცონის გარშემო ბოძებზე მიბმულები იყვნენ ამ ბავშვების დედები, რომელსაც ყველანი მკვდრები იყვნენ. მაგრამ მოკვდნენ ეს ქალები არა რომელიმე იარაღით, რო თქვათ მათ, რა ვიცი, შუბი უგმირეს, თუ ტყვია ისროლეს, ან ყელი გამოისჭრეს, ან რაღაცა, ან დააწვეს, არა. გარეგნულად არც ერთი არანაირი ჭრილობა არ ჰქონდათ ამ ქალებს. მაგრამ ეს ქალები იყვნენ აი იმ მცირეწლოვანი თოთო ბავშვების დედები იყვნენ და მათი ასე ვთქვათ თვალების წინ დაწვეს, მოკლეს აი ეს მათი შვილები. და ამ ქალებმა უყურეს რა თავისი შვილების ასეთ სიკვდილს, ხო? უბრალოდ ვერ გაუძლეს და გულები გაუსკდა ყველას და ამ გულის ინფარქტით, ამ გულის გასყდომით დაიღუპა ყველა ის ქალი, ვისი შვილებიც მოკლეს აი ასეთ პირობებში, ასეთ ვითარებაში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან შემზარავი სცენა იყო და იქ იმ სოფელში გადარჩენილ ერთი ბავშვი გადარჩენილა, მოზარდი, სადღაცა დაიმალა, თურქებმა ეს ვერ იპოვეს, გადარჩა. და მან გითხრა, რომ ეს თურქებიო, სულ ახალი წასულები არიან აქ ამ სოფლიდან და მეზობელ სოფელში წავიდნენ, რომ იგივე ჩაატარონ, იგივე ასე ვთქვათ აქტი ჩაატარონ, მკვლელობა, გენოციდი მეზობელ სოფელში. და ამ ბავშვმა იცოდა მოკლე გზა, სადღაცა ბილიკებით მთებზე გადასასვლელი გზა, რომ შეეძლო მას წავეყვანეთ მოკლე გზით იმ სოფლამდე. და მართლაც ასე მოხდა, ჩვენ ვინც ვიყავითო, ასე ვთქვათ, გავიქეცი, წავედით იმ თურქების ჯარის დასახვედრად. და სანამ ისინი მივიდნენ მეზობელ სოფლამდე, ხო, ჩვენ უკვე იქ მივედით, უკვე პოზიციები დავიკავეთ და იმ დღესო მე და ჩემმა ჯარისკაცებმა ამოვხოცეთ 3000 თურქი ჯარისკაცი. რომლებმაც რამოდენიმე საათის წინ ასეთი გენოციდის აქტი ჩაატარეს ქრისტიანების ერთ-ერთ სოფელში და შეიძლება ღმერთმეტის რამდენ სოფელში მანამდე და მიდიოდნენ იმისთვის, რომ მსგავსი რაღაცა გაეკეთებინათ კიდე რამოდენიმე სოფელში და ჩვენ დავხვდით და ყველა ეს ადამიანი, ყველა ეს თურქი ჯარისკაცი ამოვხოცეთ. და მე ვფიქრობ, ეს რუსი გენერალი ყვება, რომ აი იმ დღეს, რომ აი მე რომ ამოვხოცე ის ადამიანები და ამით, ასე ვთქვათ, ხელი შეუშალე მათ, რომ გაეგრძელებინათ თავის ესეთი რაღაცა საზარავი და რაღაც შემზარავი რაღაცა ქმედება. მე იმედი მაქვს, რომ მე ღმერთი შემიწყალებს და ცხონებას მიბოძებს. აი ესეთი საინტერესო ხედვა.
მაგრამ ამავდროულად, აი ხან როგორც კი მართლმადიდებლობა არ არის ესეთი მარტივი სარწმუნოება, რელიგია, თეოლოგია ზოგადად, რომ ესე მარტივად და ცალსახად შეიძლებოდეს ამა თუ იმ საკითხზე პასუხის გაცემა. ან რაღაცა მოვლენის განმარტება და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად 2016 წელს, როდესაც მზადდებოდა კრეტაზე ჩატარებული მსოფლიო მართლმადიდებელის ასეთი საყოველთაო კრება. წინა ამ კრების მოსამზადებელ შეხვედრებზე ერთ-ერთმა არ დავასახელებ, მე მგონი შეიძლება მაინც და მაინც ახლა ეს დრო და ადგილი ამისი არ იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთმა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, არაქა საქართველოს ეკლესიამ, ყოველ შემთხვევაში ამას ხაზს გაუსმენ, მნიშვნელოვანია. ასეთი წინადადება გამოთქვა, რომ იმ გამკრების მომავალ დადგენილებებში ხომ არ შევიტანოთ ეგრეთ წოდებული წმინდა ომის ცნება და რომ განმარტოთ ის. რომ აი მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად, კანონიკურად, დოგმატურად და ასე შემდეგ ესალმება ომს ზოგადად როგორც მოვლენას, ომში მონაწილეობას და შეიძლება ესა თუ ის ომი მართლმადიდებელი ეკლესიის მისი ასე ვთქვათ თეოლოგიის, ასკეტიზმის რაღაცა სოფხედელობიდან გამომდინარე იყოს ოფიციალურად დანახული და შერაცხული როგორც წმინდა ომი. და დანარჩენმა ადგილობრივმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უარი თქვეს ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა უკვე ეკლესია, როგორც ახლა თქვით, არ ეწინააღმდეგება ზოგადად ჯარში მონაწილეობას, წმინდანი ჯარისკაცები ყავს, არიან ჯარისკაცები, რომლებიც აგერად თვითონ თავისი ჯარისკაცობით, თავისი ამ სამსახურით მოიპოვეს კიდევაც წმინდანობა, ცხონება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონები, სადაც პირდაპირ წერია, რომ თქვათ ეს საქმე ჯარში მონაწილეობა, ომში მონაწილეობა ქრისტიანისთვის ეს ქების ღირსი საქმეა. არის ის კანონები, სადაც არის ნათქვამი, რომ ზოგადად ეკლესიის ხედვა ამ ფაქტის ომში მონაწილეობის არ არის მიჩნეული როგორც ცოდვა და დაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ისევ და ისევ სასულიერო პირები მსახურებენ მოქმედ სამხედრო ნაწილებში და ზოგიერთ შემთხვევაში იყენებენ კიდევაც ბრძოლის დროს იარაღს, რაც არის საინტერესო, აქვე პატარა ასე ვთქვათ ცნობისთვის ვიტყვი. აი მაგალითად რუმინელი მართლმადიდებელი კაპელანები, სასულიერო პირები, რომლებიც მსახურობენ სამხედრო ჯარებში, მათთვის სავალდებულოს სანამ დაენიშნებიან ამა თუ იმ ნაწილში, სამხედრო ნაწილში, სავალდებულოდ გადიან სამხედრო წვრთნას, რასაც ქვია. ანუ იქ ვალდებულები არიან როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები და ოფიცრებმა იცოდნენ იარაღის გამოყენება, თქვათ შესაბამისი ფიზიკური, თქვათ მომზადება ჰქონდეთ, უნდა იცოდნენ როგორ გამოიყენონ ის იარაღი, თქვათ ავტომატია თუ სხვა, თქვათ რაღაცა ტექნიკა, სამხედრო ტექნიკა და ასე შემდეგ. რატო? იმიტომ კი არა, რომ ეს იყოს მათი, თქვათ მსახურების პირდაპირი ფუნქცია. არც ერთ შემთხვევაში იქ არ არის არც ერთი სასულიერო პირი ვალდებული, რომ იქ თუნდაც ავღანეთში, თუნდაც ერაყში თუ სხვა თქვათ ნებისმიერ ადგილას, სადაც მას უწევს მსახურება, როგორც სასულიერო პირს, რომ გამოიყენებს იმ იარაღს და იქ ბრძოლის რაღაცა წინახაზზე მიდიოდეს არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ომი არის ომი და არ არის გამორიცხული, რომ თვითონ იმ სამხედრო ნაწილს დაესხას მტერი. და იმისთვის რომ დაიცვას ის სხვა ადამიანები, გარშემოყოფი ადამიანები, შეიძლება შეუიარაღებელი ადამიანების, ქალები, ბავშვები და ასე შემდეგ, ხო? შეიძლება ადამიანი, რომელიც არ არის სამხედრო, იძულებული გახდეს და ვალდებული გახდეს კიდევაც, რომ გამოიყენოს იარაღი და უნდა იცოდეს, როგორ გამოიყენება ის იარაღი. და ამიტომ აი ბევრი სხვადასხვა ქვეყნის
კაპელანი, ანუ სასულიერო პირი შესაბამის მომზადებას და სამხედრო გაწვრთნას გადიან ხოლმე. ანუ ისტორიულად ჩვენ ვიცით, რომ მიუღიათ კიდევაც მონაწილეობა სასულიერო პირებსაც კი უშუალო საბრძოლო თქვათ მოქმედებებში და ოპერაციებში. მაგრამ აი საინტერესო რაღაცა, მაგრამ არსებობს მეორე მხარე ზოგადად ომის. ხშირ შემთხვევაში რა არის, იცით? ნათქვამი ეს არის ისტორიის მეცნიერების აქსიომა. რომ ისტორია იწერება ყოველთვის გამარჯვებული მხარის მიერ. შესაბამისად ისტორიის რაღაცა მოვლენის შეფასება, ომის, ბრძოლის, სახელმწიფოებს შორის, იმპერიებს შორის შეჯახების შეფასება ხდება გამარჯვებული მხარის ინტერპრეტაციით. და ის თქვა დამარცხებული მხარის ხედვა და მონაწილეობა ამა თუ იმ ომში ხშირ შემთხვევაში ისტორიაში დავიწყებას იძლევა, ან თუ არის ხოლმე ისტორიაში განხილული მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ ფერებში, რა თქმა უნდა, რომ აი ესენი ცუდი ბიჭები იყვნენ, ასე ვთქვათ, ტყუანი მხარე, ბოროტი და აი რა კარგია რომ ჩვენმა წინაპრებმა აი სიმართლე დაიცვეს და აი დაამარცხეს ის ცუდი ბიჭები და გოგოები, პირობითად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა. ხო და აი ასეთი ფორმით ღებულობთ ჩვენ ინფორმაციას და დღესაც აი ესეთი გამარჯვებული მხარის იდეოლოგია, ხედვა, სოფხედველობა, შეფასება ბატონობს და ამას სწავლობთ და ვღებულობთ როგორც, ასე ვთქვათ, 2x4, როგორც გარდაუვალ ჭეშმარიტებას. მაგრამ ისტორიულად ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხარეს თუ იმ მხარეს ხშირ შემთხვევაში ძალიან ესეთი უდანაშაულო ხალხი იბრძოდა, რომლებსაც ძალიან გულწრფელად სწამდათ რაღაცა ღირებულების, ფასეულობის, შეიძლება სულაც იძულებით იყვნენ წასულები, წაყვანილები ამა თუ იმ ომში. ან ცრუ არასწორი, თქვათ, ინფორმაცია თავის დროზე მიაწოდეს. და ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე სჯეროდათ, სწამდათ იმისა, რისთვისაც იბრძოდნენ. მაგრამ თვითონ დაიღუპნენ, არა მარტო თვითონ, ის იდეა, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ, ის ფასეულობა დამარცხდა და ასე თუ ისე მივიწყებას მიეცა. აი ჩვენ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ესე რეალური ისტორიული ფაქტია. მეორე მსოფლიო ომის დროს ისევ და ისევ ჩვენ აი წმინდა გრიგოლ ფერაძეზე ვსაუბრობთ. წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ, მისი იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი იყო, ამას შეეწირა და ასე შემდეგ. და ჩვენ გავიხსენოთ ისიც, რომ ბევრი ქართველი პროგრესულად მოაზროვნე, საქართველოს პატრიოტი, თავის დროზე რომლებიც იყვნენ დევნილები, ან იმ დევნილების შვილები იყვნენ, რომლებიც იყვნენ განდევნილები საქართველოდან ბოლშევიკური რუსეთის მიერ, ანუ ძირძველი, ასე ვთქვათ, ქართული ინტელიგენციის თავადაზნაურობის წარმომადგენლები, რომლებიც ცხოვრობდნენ უკვე დასავლეთ ევროპაში, გერმანიაში, საფრანგეთში თუ სხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ. აქტიურად იყვნენ ჩართულები, თუნდაც მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ გერმანიის მხარეზე. გერმანიის მხარეზე იბრძოდნენ წლების განმავლობაში ესეთი მართლმადიდებლური ქვეყნები, როგორიც არის რუმინეთი მაგალითად, სხვა თქვათ ეროვნული მართლმადიდებელი ერები, ანუ დასავლეთ უკრაინელები ხშირ შემთხვევაში ბევრი. ანუ ის მართლმადიდებელი ხალხი, ერები, სახელმწიფოები, რომლებიც მართლმადიდებლები იყვნენ და იბრძოდნენ თავისი ქვეყნებისთვის. მაგრამ თავისი ქვეყნის მომავალს ისინი ხედავდნენ არა თქვათ საბჭოთა კავშირის საზღვრებში, არა ბოლშევიკური, კომუნისტური, ათეისტური იდეოლოგიის მონობაში, ტყვეობაში, არამედ რაღაცა სხვა მომავალში ხედავდნენ, ასე ვთქვათ, თავის სახელმწიფოს, თავის ერს და უნდოდათ სხვა მომავალი. რამდენად მიღწევად იყო სხვა მომავალი, ჩვენ ახლა არ ვიცით, ისევ და ისე ისტორიის მეცნიერების
ერთ-ერთი აქსიომა არის ის, რომ არ ღებულობს ისეთ ფორმულებს, როგორც აი რა იქნებოდა, რომ აი ასე მომხდარიყო თუ ისე მომხდარიყო, ეს არის არა, ისტორია განიხილავს მხოლოდ რეალურ ფაქტებს განიხილავს, მაგრამ რა იქნებოდა ამ თუ ვითარებაში ჩვენ არ ვიცით და ასეთი მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვიმეორებ, იყვნენ ძალიან გულწრფელი ადამიანები, თავისი სამშობლოს, ისტორიის მოყვარულები, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც საქართველოს თუნდაც კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მომავალ სხვა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ვითარებაში, სხვა პოლიტიკურ ალიანსში ხედავდნენ. რეალურად ჩვენ რომ შევაფასოთ სუფთა პოლიტიკური იდეოლოგიის მხრივ, თუნდაც რელიგიური ფასეულობების მხრივ, კომუნისტური იდეოლოგია არაფრით უკეთესი და აღმატებული არ არის ფაშისტურ იდეოლოგიაზე. თუ ფაშისტური იდეოლოგიის შემთხვევაში კაცობრიობის მტრებად არიან მიჩნეული ის ადამიანები, რომლებიც გარკვეული ეთნიკური თუ ეროვნული წარმომავლობის გამო, თქვათ, ყველა ვინც არ იყო, ასე თქვათ, არიული წარმომავლობის, როგორც ამას ამბობდნენ თვითონ გერმანელები, ფაშისტები, ყველა ვინც იყო, თქვათ, ებრაელი, ბოშა, ან ისევ და ისევ რაღაცა გენეტიკური კუთხით რაღაცა სხვა შტამპის მატარებელი იყო, სხვა ეროვნების მიმართ, სხვა კულტურის მატარებელი იყო, ისინი რეალურად უნდა ამოწყვეტილიყვნენ და ანუ ისევ და ისევ აი ამ ეთნიკური პრინციპიდან გამომდინარე უკვე ყოფნეს კაცობრიობას კარგ ადამიანებად და ცუდ ადამიანებად და ამის ცუდი ადამიანები უნდა ამოწყვეტილები ყოფილიყვნენ და ამ პოლიტიკას მისდევდნენ და იმდროს როდის საბჭოთა კავშირი უკვე სხვა პრინციპით ყოფდა კაცობრიობას უკვე კლასობრივი პრინციპით. არა გენეტიკური, არა თქვათ რაღაცა რასობრივი, ხო? როგორც ფაშისტების შემთხვევაში, არამედ კლასობრივი. ანუ იყო ოფიციალურად გამოცხადებული პროლეტარიატის დიქტატურა და ყველა ვინც არ ეკუთვნება ამ სოციალურ ფენას, ანუ ინტელიგენცია, თავადაზნაურობა და ასე შემდეგ, ხო, ყველა მთელი ეს ფენა იყო მიჩნეული როგორც უცხო იდეოლოგიის მატარებელი, სასულიერო რელიგიური მსოფლმხედველობა იყო მიჩნეული როგორც ერის ოპიუმი, ნარკოტიკი, ასე ვთქვათ, როგორც ბოროტება, როგორც ინსტიტუტი რა განადგურებული იყო და შესაბამისად პირდაპირ ბრძოლა იყო გამართული, კარგად მოგეხსენებათ, უკვე საბჭოთა კავშირის საზღვრებში, მე უკვე სხვა კომუნისტური იდეოლოგიის მქონე ქვეყნებში ყველანაირი პროგრესული აზროვნების წინააღმდეგ, რელიგიის წინააღმდეგ და ასე შემდეგ და ათასობით და მილიონობით ხალხი იყო ამოწყვეტილი მხოლოდ საბჭოთა კავშირის საზღვრებში, ამ გულაგებში, ეგრეთ წოდებული ლაგერებში, უბრალოდ თავისი, ასე ვთქვათ, კლასობრივი კუთვნილების გამო. იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, იყვნენ ყოფილი, თქვათ, თავადაზნაურობის ფენის შთამომავლები, იყვნენ სასულიერო პირები, ელემენტარულად მორწმუნე ადამიანები, მრევლი და ასე შემდეგ და ამ პრინციპით იყვნენ ამოწყვეტილები. შესაბამისად, როგორც გენოციდის, ასე ვთქვათ, პოლიტიკის და პრაქტიკის გამტარებლები, ხო, იყვნენ როგორც ფაშისტი იდეოლოგიის მქონე ადამიანები, ეს დასავლეთ თუ ცენტრალურ ევროპაში, ასე თუ აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე კომუნისტური, ბოლშევიკური, ათეისტური იდეოლოგიის მყოფი ადამიანები და ამას ავრცელებდნენ ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში და ასე შემდეგ და აზიაში და ასე შემდეგ, კავკასიაში, საქართველოში მათ შორის. შესაბამისად, როგორც ღირებულება ჰუმანური, ასე ვთქვათ, თუნდაც რელიგიური გადმოსახედიდან ერთ იდეოლოგია მეორე იდეოლოგიაზე უფრო მაღლა არ იდგა. არამედ აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის ისტორიული ფაქტიც, რომ კონკრეტულად მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მხარეზე იბრძოდნენ ასევე ქართველი პატრიოტები. არსებობდა არაერთი, თქვათ, სულთა ქართველების მიერ შედგენილი სამხედრო ნაწილები, ერთ-ერთი, რომელიც სხვათა შორის აი აქ ჩრდილოეთ კავკასიაში იბრძოდა, ეგრეთ წოდებული სამთო სამხედრო ნაწილი, რომელსაც და ელიტარული სამხედრო ნაწილი, ედელვეისი, ეგრეთ წოდებული, რომელიც
თითქმის 100%-ით ქართული ემიგრანტების მიერ იყო ასე თქვათ შედგენილი. ანუ საქართველოსთვის მაშინ იბრძოდნენ არა მხოლოდ ქართველები, რომლებიც იყვნენ საბჭოთა კავშირის მხარეს, არამედ ის ქართველებიც, რომლებიც იბრძოდნენ ფაშისტური, კი ბატონო, გერმანიის მხარეს, მაგრამ ყველა იბრძოდა საქართველოსთვის. მე არ დამავიწყდება სულ ახლახანს, მე შევესწარი ასეთ სცენას, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. ერთ-ერთ სუფრაზე ერთ-ერთმა ქართველმა, ჩემი ტოლის ადამიანმა, ასეთი სადღერძელო შესვა. ეს ადამიანი არის 90-იანების დასაწყისიდან, მასშინ პერიოდში ჯერ კიდევ მოზარდი იყო და მოზარდობის ასაკიდან იყო აქტიური მონაწილე, მებრძოლი იყო წინა ხაზებში ყოველთვის, როგორც სამაჩაბლოს ომში, აფხაზეთის ომში და მათ შორის 2008 წლის ომში და ასე შემდეგ. ანუ ყველა ის შიდა ომი, რომელმაც გაიარა საქართველომ, ყველა იმ ომში უშუალო და აქტიური მონაწილე იყო იარაღით ხელში. და მან შესვა ასეთი სადღერძელო. ყველა იმ დაღუპულის ომში, თუნდაც აი ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში ასე თქვათ მომხდარი ყველა ომში დაღუპული ჯარისკაცის ხსენების სადღერძელო შესვა და შესვა ყველა იმ დაღუპულის, რომელიც თქვათ საქართველოს მხარეზე იბრძოდა და ყველა იმ დაღუპული ჯარისკაცის ეროვნების მიუხედავად და სარწმუნოების მიუხედავად ამაზე გაამახვილა ყურადღება ამ შემიძლია დავასახლე მის სახლი და გვარით, მაგრამ ახლა ამ ტელევიზიაში ეს არ არის მაინც და მაინც ახლა სწორი არ იქნება, არ მიმაჩნია შესაბამისად შეგნებლოთ მის სახლს და გვარს ახლა ამ ტელევიზიას არ ვასაჯაროებ, მაგრამ ეს რეალური ცოცხალი ადამიანია. ის ასევე შესვა ეს მოსახსენებელი და შესაძლებელი სადღერძელო ყველა იმ ჯარისკაცისთვის, რომელიც იბრძოდა და დაიღუპა საპირისპირო მხარეს. და ასეთი მაგალითი, ესეთი აი თავისი ცხოვრებიდან ასეთი მაგალითი გაიხსენა მან. მთელი ამ წლების განმავლობაშიო, რაც ვიბრძოდიო ცალკე აფხაზეთში, ცალკე სამაჩაბლოში, ყველაზე მეტად აი ერთი დღე დამამახსოვრდაო, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება. და მე ვთვლიო, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეა, რომელიც მას შეიძლება განაპირობოს ჩემი ჯოჯოხეთში მოხვედრის. რომელიც ის რუსი გენერალი რო ამბობდა, რომ მე იმ დღის ყავლობით შეიძლება ვცხონდეო და იმედი მაქვს რომ ვცხონდები. ეს ადამიანი ამბობს, იხსენებს იმ დღეს, იმ გულის ტკივილით, რომ ამბობს, რომ მე შეიძლება აი იმ დღის გამო, იმ ერთი დღის გამო მე ვერ გავმართო და ჯოჯოხეთში წავიდეო. თუ ყველა სხვა ცოდვას ღმერთი შემინდობს, მე ვფიქრობ, რომ აი იმ ცოდვას ღმერთი მე ვერ შემინდობსო. და იხსენებს ესეთ შემთხვევას, რომ ჩვენ შუა ბრძოლის დროს იერიში მოიტანეს ჩვენს ნაწილზე, ანუ იქ ადგილზე, სადაც განლაგებულები იყვნენ ჩვენი ქართული ჯარისკაცები, მათ შორის ეს ჩემი მეგობარიც. იერიში მოიტანეს და ამ იერიშის დროს დაჭრეს, მძიმედ დაჭრეს ერთ-ერთი ჩვენი ქართული თანამებრძოლი, ჩემი ახლო მეგობარი, 25 წლის ბიჭი იყო მაშინ. და რომ მაშინ თუ ადგილზევე არა, მაგრამ აი რამოდენიმე თითქმის 1 საათი იწვალა და ნელა-ნელა ვერაფრით ვერ ისეთი ჭრილობა ჰქონდა, რომ ჩვენ გამორიცხული იყო, ვერ ვუშველიდით იქ ადგილზე ყოველ შემთხვევაში. მისი წაყვანის შანსიც არ იყო, შუა ომი იყო, შუა ბრძოლა იყო. და პრაქტიკულად ჩვენს ხელზე დაიღუპა და ის იმით რომ სისხლით დაიცალა. და ჩვენ გვიყურებდა მისი მზერა, არასდროს არ დამავიწყდება, რა თვალებითაც გვიყურებდა ჩვენ, თავის მეგობრებს, თანამებრძოლებს. უყურებდით მის თვალებს და აი ასე ნელა-ნელა შველა სიტყოდა, მაგრამ ჩვენ ვერაფრით ვერ შველოდით და ასე ნელა-ნელა ჩააქრა მისი მზერა. გამოგვეცალა ხელიდან, ასე დაიღუპა ის ახალგაზრდა ჩვენი მეგობარი. აი ის დღე არასდროს არ დამავიწყდება, ის მზერა არასდროს დამავიწყდება და ჩვენო ქართველები ვინც ვიყავით, ხო? ვინც გადავურჩით აი შეტევას, ტრის. ჩვენ კოტრიერიში
თქვათ მივუყენეთ მტერს, დავესხით თავს იმავე დღეს უკვე მტრების საბრძოლო პოზიციებზე. მოვყალით რამოდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის ორი სნაიპერიო, რაც არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ბრძოლის დროს დიდი მონაპოვარი, როდესაც გაანადგურებ მტრის სნაიპერს. ორი სნაიპერი ჩვენ მაშინ მოვყალითო იმ იერიშის დროს და კიდე სხვა რამოდენიმე ჯარისკაცი და ამ შუა ბრძოლაშიო ზუსტად სულ რამოდენიმე შეიძლება არის 2-3 მეტრაშიო ჩემს წინ დადგა მტერი მტრის მხარეზე მებრძოლი ასევე ახალგაზრდა ბიჭი, რომ ბავშვი იყო. ახლა ზუსტი ახლა მისი წლოვანება არ იცოდებოდა, ვერც გაიგებდა რა თქმა უნდა იმ შუა ბრძოლის დროს. მაგრამ ბავშვი იყო, როგორც ბავშვს, აი ესეთი ბავშვის, ანუ მოზარდი, შეიძლება მოზარდზე ოდნავ, მოზარდის სასახს ოდნავ გადაცილებული ჯარისკაცი იყო. აი ესე პირისპირო დავდექითო, ასევე მე იმ ადამიანის, იმ ბავშვის თვალებში ჩავხედე, რომელიც ასევე თვალებში მიყურებდა, იმასაც იარაღი ეკავა ხელში და მეც იარაღი მეკავა ხელში. როგორც მე დავასტარი, მე პირველმა ვესროლე და დავინახე, რომ იმ წამს როგორ ის დაეცა მკვდარი. და მე იმ წამს დავინახე მისი ჩამქრალი თვალები დავინახე. და იმ დღეში მე დავინახე, როგორც ჩემი მეგობრის თანამებრძოლის ასე ვთქვათ თვალები, რომელიც ჩემ თვალწინ კვდებოდა და საბოლოო ჯამში მოკვდა კიდევაც დაიღუპა, მისი თვალები დავინახე და იმ მებრძოლის, იმ ჯარისკაცის ბავშვის თვალები დავინახე უკვე, რომელიც უშუალოდ ჩემი ხელიდან იყო მოკლული. და ეს ადამიანი სულ სხვა კუთხით უკვე ხედავს და განიხილავს და აღიქვავს ომს და ომის ფენომენს. ჩვენ ვისაც უშუალოდ ბრძოლის წინახაზე არ გვინახავს ომი და ასეთი ემოციები არ გვაქვს განცდილი, ხო? ჩვენ ხშირ შემთხვევაში როგორც სკოლაში გვასწავლიან, ცოტა უფრო მხოლოდ და მხოლოდ გმირული ტონები და გმირული, ასე ვთქვათ, ფერებით განვიხილავთ და ვუყურებთ ომს. აი, ომი, გმირო დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი გმირები, რომლებიც დაბრუნდნენ ომიდან. ეს ყველაფერი კარგია, სწორია, რა თქმა უნდა, მაგრამ არსებობს ომის მეორე მხარეც. იქ სადაც შენი თვალწინ იღუპებიან შენი მეგობრები და შენი ხელიდან სხვა ადამიანს შენ თვალწინ, შენი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგები კვდებიან, იღუპებიან. მე გავიგე, რატომ, ვთქვათ, როდესაც მე თავის დროზე ხვდებოდი იმ მოხუც ადამიანებს, რომლებსაც უშუალოდ გავლილი აქვთ მეორე მსოფლიო ომი, თუნდაც აი ჩემი პაპები, ან ჩემი ნათესავები, მოხუცი ადამიანები, რომლებიც ვიბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომში. ან მე ევროპაში ყოფნისას მე ვთქვათ, შევხედრილა იმ ადამიანებს, რომლებიც ასევე ვთქვათ მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობას ღებულობდნენ გერმანიის მხარეზე, მაგრამ უკვე იმ დროისთვის ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. და მე ყოველთვის მაინტერესებდა, რომ გამეგო თქვათ, აი რა ახსოვთ, აი მათი სადღაც აი ჩემს მეხსიერებაში მაინც რომ თქვათ მათი გახსენებები თქვათ რომ დამრჩენო და სხვა რაღაცა, როდესაც რაღაცა ამბავი არის მოყოლილი ომში უშუალო მონაწილეს მიერ არის მოთხრობილი, ხო? დავინახე ერთი საერთო რამ არ აქვს მნიშვნელობა ის ადამიანი მონაწილეობდა ომში საბჭოთა კავშირის მხარეს თუ გერმანიის მხარეს, ყველას არ შეამოვნებდა და ყველა გაურბოდა ომის გახსენებას, ომის ამბების გახსენებას. და თუ კი ვინმე რამეს ყვებოდა ძალიან მოკლედ, ძალიან მწირედ და ძალიან არასასიამოვნო, ასე ვთქვათ, ნალექით და ტონით. ყველასთვის აი ამ დღეებშიც კი უკვე 10 წლები იყო გასული, იყო ძალიან მტკივნეული გახსენება იმ რეალობის, რომელიც მათ ჰქონდათ გავლილი იმ ომის დროს. ამიტომ ჩვენს უნდა ისე შევხედოთ ომის ფენომენს, რომ ეს არის ყოველთვის ბოროტება. წმინდა ომი რა მოტივითაც ის არ უნდა იყოს, ყოველთვის არის ბოროტება და არ შეიძლება იყოს მიჩნეული როგორც წმინდა ომი და ამ ომში დაღუპულები
ყველანი წარმოადგენენ მსხვერპლს და ყველანი არიან, იყვნენ და დარჩებიან ღვთის შვილები და ჩვენ რაღაცნაირად ომში მონაწილეობა არ უნდა იყოს როგორც ასე ვთქვათ, კარგი ამბავი, არამედ როგორც იძულებითი რაც გამოიწვია ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ერის ცხოვრებაში რაღაცა ისევ და ისევ ჩვენმა ცოდვებმა გამოიწვის, ჩვენი ღმერთისგან დაშორებამ გამოიწვია ეს ომი, ეს უბედურება და რაც დაგტყდა ჩვენს თავზე. მხოლოდ და მხოლოდ ასეთნაირად უნდა შევხედოთ ამას და ამიტომ ნამდვილი ჯარისკაცი, მე მგონი, ქრისტიანი ჯარისკაცი ის ლოცულობს არა მხოლოდ იმ დაღუპული თანამებრძოლეების მოსახსენებლად ლოცულობს, არამედ იმ დაღუპული მოწინააღმდეგე მტრების მოსახსენებლადაც ლოცულობს თურმე. და ჩვენს მე მგონი ასე უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ კონკრეტულად თუნდაც მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველი მართლმადიდებლები იყვნენ საქართველოსთვის, სახელმწიფოსთვის მებრძოლები, როგორც საბჭოთა კავშირის მხარეს, ასევე გერმანიის მხარესაც კი და აი ცოტა ესეთი განსხვავებული კუთხითაც შევეცადოთ, შევხედოთ იმ რეალობას, რომელიც არსებობდა ჩვენს წარსულში და რომელიც არსებობს სამწუხაროდ ჩვენს აწმყოშიც კი. კეთილი. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, უბრალოდ ინფორმაციისთვის კიდევ ერთხელ ჩვენ ამ თემას კიდევ უფრო შეიძლება ფართედ განვიხილოთ თეოლოგიური, რელიგიური კუთხით. მაგრამ კიდევ მაინც შეგახსენებთ, რომ ეს კორონავირუსის ეპიდემია ძინვარებს, ბევრი ადამიანი ალბათ ხდება. ვილოცოთ დაავადებული ადამიანებისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლით გადავიტანოთ ეს ეპიდემია, პანდემია, როგორცაც ახლა მას ეძახიან. ვილოცოთ დაღუპული სასულიერო პირებისთვის, ჩვენ ვიცით, რომ სულ ახლა ხანს გარდაიცვალა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე. სულ ახლა ხანს იმავე დღეს გარდაიცვალა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი. არაერთი ქართველი სასულიერო პირი მართლმადიდებელი და არა მხოლოდ ქართველი არიან მძიმედ დაავადებული ავადმყოფობის პერიოდში იმყოფებიან და მათ შორის განსაკუთრებით მინდა გთხოვოთ, რომ ვილოცოთ დეკანოზ დავით ქლივეძისთვის, რომელიც ძალიან მძიმე პერიოდში იმყოფება ახლა, და აი სამწუხაროდ ექიმებს თითქმის იმედიც ამოეწურათ, რამდენად გადარჩება თუ არა ეს ადამიანი, რადგან ერთ-ერთი ესეთი გამოჩენილი სასულიერო პირი ადამიანია უპირველეს ყოვლისა და ვილოცოთ მისი გადარჩენისთვის, გამოჯანმრთელებისთვის და ვიმეორებ ყველა აი გაჭირვებული ადამიანისთვის, დაავადებული ადამიანისთვის ვილოცოთ მათი გამოჯანმრთელებისთვის და ჯანმრთელი ადამიანებისთვის, რომ გვაცილოს ღმერთმა ეს განსაცდელი და ეს ზოგადად ეს ეპიდემია და ნებისმიერი სხვა ფორმის ეპიდემია გამქრალიყოს ჩვენი ცხოვრებიდან. ეს არის სამეფო არხი და გადაცემა თავისუფალი საუბრები მოძღვართან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ეთერში იყო თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ მომავალ შეხვედრას.